წელს მსოფლიოში ნავთობპროდუქტების მოხმარება შემცირდება მიზეზი გლობალურ ბირჟებზე მკვეთრად გაძვირებული ნავთობია. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით სხვადასხვა ეკონომიკებში ნავთობპროდუქტების მოხმარება განსხვავებული იქნება, რაც შეეხება საქართველოს. აქ ბოლო მონაცემებით ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირებულია. რაოდენობით ბენზინი და დიზელი შემოვიდა ქვეყანაში 2026 წლის 4 თვეში, რა ნიშნულზე პროგნოზირებს მსოფლიო ბანკი ნავთობის ფასების მიმდინარე წლის განმავლობაში და ასევე ელის თუ არა ოპეკის რეალურად დაშლა. Ქიშვილი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე ოპეკის დაშლასთან დაკავშირებულ პროგნოზებზე ვისაუბრებთ ნავთობპროდუქტების მოხმარების საკითხით დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობის წარმოება და მიწოდება შეიზღუდა, რამაც თავის მხრივ ამ პროდუქტის ფასები რეკორდულად გაზარდა. შეიძლება ითქვას, რომ გლობალურ მოხმარებაზე ამას მინიმალური ეფექტი აქვს. მეტიც ანალიტიკოსები ელიან, რომ 2026 წელს ნავთობის მოხმარება თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩება, რაც გასულ 2025 წელს იყო და მხოლოდ 0.1%-ით შემცირდება. ეს კი უმნიშვნელო ცვლილებაა იმ ფონზე, რომ ნავთობის ფასები თითქმის გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ეკონომიკებში ნავთობპროდუქტების მოხმარება წელს განსხვავებული იქნება, კერძოდ განვითარებულ ეკონომიკებში მოხმარება 0.7%-ით შემცირდება, განვითარებაში კი გაიზრდება, თუმცა ნელი ტემპით, რაც შეეხება საქართველოს აქ ბოლო მონაცემებით ნავთობპროდუქტების მოხმარება შემცირებულია, რაზეც იმპორტის სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს, კერძოდ 2026 წლის იანვარ-აპრილის თვეების მდგომარეობით ქვეყანაში ჯამურად 430,000 ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 5%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. აქვე ნავთობის ფასებზეც მოგაწვდით ინფორმაციას და გეტყვით, რომ მსოფლიო ბანკს ორი სცენარი აქვს. პოზიტიური სცენარის მიხედვით 2026 წელს ნავთობის საშუალო ღირებულება $86 იქნება, ნეგატიური სცენარის შემთხვევაში კი $115-მდე გაიზრდება. 2026 წელს მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოხმარება მსოფლიოში მცირედი 0.1%-ით შემცირდება წლიურ წლში. 2025 წელს დაფიქსირებული 0.8%-იანი ზრდის შემდეგ. სხვადასხვა ეკონომიკებში ეს მოხმარება სხვადასხვა ტენდენცია იქნება, მაგალითად, განვითარებად ეკონომიკებში მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება ნავთობის მოხმარების, განვითარებულ ეკონომიკებში კი მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოხმარება 0.7%-ით შემცირდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განპირობებულია ირანში მიმდინარე ომის გამო, რის დროსაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა მიწოდებას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე და ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით 2026 წელს ნავთობის ფასი საშუალოდ შეადგენს $86, რაც წლიურ წლში არის 25%-იანი ზრდა. ნეგატიურ სცენარს თუ შევხედავთ მსოფლიოს ბანკის, დავინახოთ, რომ 95-დან $115-მდეა მოსალოდნელი ნავთობის ფასი და ეს ამ დიაპაზონში თუ სად იქნება ნავთობის ფასი, დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და ინფრასტრუქტურულ ზიანზე, რაც ნავთობის ინფრასტრუქტურას მიადგება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დაიშლება თუ არა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია. ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოპეკი ოფიციალურად დატოვა და მისი ფუნდამენტი შეარყია. ანალიტიკოსების თქმით, ოპეკის არსი ყოველთვის ფასების ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებისთვის წარმოების კოორდინირებულ შეზღუდვაში მდგომარეობდა, თუმცა დღეს ეს მექანიზმი მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საამიროებისთვის განვითარების შემაფერხებელი ბარიერია. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საამიროებმა ნავთობის მოპოვების ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო, რათა დღიური წარმოება 5 მილიონ ბარელამდე გაეზარდა. ოპეკის მიერ დაწესებული მკაცრი კვოტები კი ამ შესაძლებლობის რეალიზების უფლებას არ აძლევდა. აღნიშნული კვოტების გამო იგივე გამოწვევის წინაშე დგას ოპეკის წევრი სხვა ქვეყნებიც, რომელთა ეკონომიკაც ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში საამიროების გადაწყვეტილება დომინოს ეფექტით გადაედო სხვა სახელმწიფოებსაც და თუ ისინიც დატოვებენ ოპეკს, ეს მოკლევადიან პერიოდში გაზრდის გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მიწოდებას, ფასებს კი შეამცირებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბაზარი დასტაბილურდება და ფასების კლება შეჩერდება. იმის შანსი, რომ ოპეკი სუნთლიანად დაიშალოს, ამისი შანსი არის ძალიან მიზერული, თუმცა უფრო მეტმა ქვეყანამ შეიძლება გადაწყვიტოს ის, რომ ოპეკს ნაკლებად დაემორჩილოს, კვოტები ცოტა უფრო შეცვალონ. აქ აღსანიშნავი არის საუდის არაბეთი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა აქვს და მოსაზრება არის ის, რომ საუდის არაბეთი ყველანაირ ძალებს გამოიყენებს იმისთვის, რომ ოპეკი არ დაიშალოს და შეინარჩუნოს თავისი, ასე რომ ვთქვათ, ძალაუფლება, თავისი გავლენა მსოფლიოზე. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ქვეყანა
გამოვა იმ მიზნით, რომ ამ კვოტებს არ დაემორჩილოს და უფრო მეტი ნავთობი აწარმოოს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ბევრად უფრო მეტი ნავთობი იქნება, ვიდრე მოთხოვნა და ფასებს, რა თქმა უნდა, მოკლე ვადაში დააგდებს. რაღაცა მომენტში შეიძლება ვნახოთ ისიც, რომ ფასების ომი წავიდეს, ვინ უფრო დაბალ ფასს მიცემს, მაგრამ საბოლოო ჯამში გრძელ ვადაში მაინც ეს უნდა დასტაბილურდეს, იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ნავთობს, არ სურს, რომ მიზერულ ფასში გაყიდოს ნავთობი. გეტყვით იმასაც, რომ ამჟამად Reuters-ის ინფორმაციით 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი $110 ივაჭრება. მარი მელიქიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.